სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. დღევანდელ სახარებაში ლუკას მიერ მოთხრობილში ძალიან საინტერესო სიტყვებია უფლისა, რომელიც ხშირად იწვევს ხოლმე გაუგებრობას. უფალი ესეთ რამეს ამბობს, რომ ამასოფლის ძენი უფრო გონიერები არიან, ვიდრე სასუფეულის ძენი. თავისთავად ცხადია, ეს სიტყვები პრინციპში გაუგებარია, რას ნიშნავს ამასოფლის ძენი, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც ღმერთი არ სწამთ, ან არ ისწრაფიან მიზნად, ან არ აქვთ ცხოვრების ის თავარი საზრისი, რაც მორწმუნეს აქვს, რომ ჩვენ ზესის მოქალაქენი ვართ. ანუ ადამიანები, რომლებიც ისე ცხოვრობენ, როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ მოციქულისაგან, თითქოს სულიც კი არა აქვს, ესე რომ ცხოვრობენ. და უფალი ამბობს, რომ ესეთები უფრო გონიერები არიანო, ვიდრე სასუფეულის ძენი. მაგრამ თუ კარგად ჩაუკვირდებით იმ იგავს, რომელიც უფალმა მოგვითხროთ და ის სამოციქულოსაც, რომელიც დღეს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლე ამოვიკითხეთ პავლე მოციქულისაგან, მაშინ ყველაფერი გასაგები ხდება. ჩვენ ხედავთ სახარებაში, რომ როდესაც დაქირავებულ მსახურს მნეს პრობლემები ექნებოდა და ის შეიძლება გაენთავისუფლებინა სამსახურიდან, იმიტომ რომ არ ემსახურებოდა ერთგულად თავის მდიდარ ბატონს, ის ისევ მდიდრის შემოსავლით, ისევ მდიდრის ხარჯზე, ანუ უпроსტորად იმ თავის მდიდარი ბატონის ხარჯზე, ისევ მის ხარჯზე უსამართლოდ და უკანონოდ, მაგრამ ადამიანთა შორის ერთგულ მეგობრებს იჩენს. თავის ხარჯზე არა, ისევ მდიდარი ბატონის ხარჯზე იჩენს ერთგულ მეგობრებს. ანუ გონივრად და ეს ისე კარგად გააკეთა, ისე საინტერესოდ, რომ ესე იგი შეაქო კიდევაც იმ მდიდარმა ბატონმა ეს რა მაგარი რამე მოიფიქრევა. ანუ მისი გონიერება შეაქო. და რა გააკეთა? როცა ნახა, რომ ესე იგი მას გაანთავისუფლებდნენ და დარჩებოდა სამუშაობა მას არ შეეძლო, მათხოვრობის რცხვენო და როცა ეს დაინახა, კიდევ ვიმეორებ, ისევ იმ მდიდარი ბატონის ხარჯზე ძალიან ბევრი რამე გაუქვითა, გაუნახევრა და ასე შემდეგ შეუმცირა გადასახადებით, ამით მეგობრები შეიძინა იმ მიზნით და იმ მოტივით, რომ როცა მდიდარი გაანთავისუფლებდა, ისინი მას როგორც თავიანთ კეთილის მყოფელს შეინახავდნენ. და რა უნდა ვისწავლოთ აქედან და რატომ არის ეს ადამიანი უფრო გონიერი, ვიდრე სასუფეულის ძენი? რატო? ეს კაცი რითია, ეს გონიერი ადამიანი, რომელიც ჯერ ხო უსამართლოდ არაკეთილსინდისიერად სათავისოდ ემსახურებოდა ბატონს და მერეც გაძარცვა პრინციპში, კაცმა რო თქვას და ამ მისი ნაძარცვით შეიძინა ეს მეგობრები, რომლებიც განთავისუფლების მერე მას შეინახავდა. ამ ადამიანს აქაური ცხოვრების გარდა მიზანი არ აქვს. ამ ადამიანს არ აქვს ხედვა მარადიული სასუფეულისა. მთელი მისი ცხოვრება, ცხოვრების საზრისი, ყველაფერი მიწაზე არის. და შესაბამისად ამ ლოგიკას თუ გავუყვებით და გავაგზავნებთ, ანუ ადამიანი ვერ ხედავს ვერაფერს გარდა იმისა, რაც აქ ხდება მიწაზე, ის აბსოლუტურად სწორად იქცევა. ის იქცევოდა მანამდე სწორად სათავისოდ, ხოლო შემდეგ როცა მის იქ სამსახურ საშროება შეექმნა, გენიალური რაღაცა მოიფიქრა და მერეც გარანტირებულად ის კარგად იქნებოდა, მერე რა სხვის ხარჯზე. მას არაფერი არ წამს, მას სინდისი არ უტოყდება არაფერზე. მისი ცხოვრების საზრისია აქ იყოს ბედნიერი, ამ სოფელში კარგად და ფუფუნებით მოქალაქეობდეს და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს გარანტირებულად ქონდეს. რატომ არის გონიერი ის უფრო ვიდრე ზეცის სასუფეულის ძენი? იმიტომ რომ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრების საზრისი აქ არ არის. ჩვენ ხო ვიცით, რომ ზეცის მოქალაქენი ვართ. მაშინ რატომ არ ვაკეთებთ ყველაფერს ზუსტად უბრალოდ რატომ არ ვაკეთებთ იგივეს ოღონ ზეციური მოქალაქეობისათვის? რატომ ამგვარად გონივრულად არ ვიქცევით ზეციური როგორც მომავალი ზეციური მოქალაქენი, თუმცა რატომ მომავალი ეს აქვე იწყება. ეს ყველაფერი ეს იგავი რომ ზეციურ მოქალაქეობას ეხება, ჩანს იქიდანაც, რომ უფალი პირდაპირ ამბობს,
როცა მარადისობაში გადავალთ, ჩვენ თუ მოვიქცევით ის, როგორც ეს უსამართლო მსახური იქცევა და უკანონოდ მიღებული, უსამართლოდ მიღებული სიმდიდრით მოიმადლიერა სხვა ადამიანები, ანუ იმ სიმდიდრით, რომელიც მისი არ იყო და მას არ ეკუთვნოდა, მოიმადლიერა ადამიანები, აი ასე მოიქეცითო, ოღონ მარადისობის პერსპექტივაში, იმიტომ რომ აქედან რო გავალ, ის თავისუფლდებოდა სამსახურიდან, ჩვენ გავთავისუფლდებით ამ სოფლიდან. ის გავიდოდა იმ სამნეოდან, ჩვენ გავალთ ამ სოფლიდან. და როგორც იმან მოიმადლიერა, ჩვენს გვეკუთვნის მომადლიერება. და ასევე არა ჩვენი სიმდიდრით, არამედ იმ სიმდიდრით, რომელიც ღმერთისგან გვაქვს. ანუ ღმერთისგან მოცემული ნიჭების გამრავლებით, ღმერთისგან მოცემული სიმდიდრის, რომელიც არის ნიჭების სახთო, ღმერთისგან მოცემული სიმდიდრის განაწილებით ადამიანებში, რომლებიც შემდგომში, ანუ ეკლესიის წიაღში, ხო, რომლებიც შემდგომში მეოხნი იქნებიან ზეციური მამის წინაშე და ჩვენ თუნდაც არ ვიყოთ სრულყოფილნი და ვიყოთ უღირსნით, მათი მეოხებით უფალი შეგვიწყალებს. და ჩვენ რაც გვაქვს ეს ნიჭიერება ღვთისაგან მოცემული, ჩვენ უნდა გავცეთ, დავარიგოთ, ეს იქნება და არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა რა ნიჭი აქვს ადამიანს. ადამიანი თავის ნიჭით უნდა ემსახურებოდეს, მოყვას და ეს ნიჭი მისი არ არის, ეს ნიჭი ღმერთისაგან მოცემულია, ამ ნიჭით ემსახურება მოყვას და თვითონ რო გარდაიცვლება, ის მოყვასი მეოხად დაუდგება მას ზეციური მამის წინაშე, რომ შეიწყალე ის ჩვენზე ზრუნავდა, ის ჩვენ პატრონობდა, მას ჩვენ ვუყვარდით. და უფალი სწორედ აი ამ სიყვარულის გამო, რომელიც ამ ადამიანებს ჩვენს მიმართ ექნება, უფალი ჩვენ შეგვიწყალებს. აი დაახლოებით ესეთი მოდელია შეიძლება ასე ითქვას ადამიანის ცხონებისა და გადარჩენისა. ანუ თითოეულ ჩვენგანს აქვს ღვთისაგან მოცემული, ვის რა, ჯერ ერთი სიცოცხლე, რომელიც ასევე ნიჭია. და მე ეს უამრავი ნიჭიერება, რომლებიც ასევე ღვთისგან არის და ის უნდა მოყვასის მსახურებას მოვახმაროთ. ამით შეიძლება დაგვესრულებინა დღევანდელი საუბარი, რომ არა სამოციქულო, რომელიც ჩვენ ვიცით, როგორ ყოველთვის იმ კონტექსტში უნდა გავიაზროთ, რა კონტექსტშიც, უпроსორეთ ის გვეხმარება სამოციქულო სახარების კონტექსტის გააზრებაში, რაღაც ნიუანსებს წარმოაჩენს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რას ვკითხულობ ტიმოთეს მიმართ პირველ ეპისტოლეში? პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართავს და ზოგადად ასწავლის თუ როგორ მართოს მან თავისი სამწყსო, იმიტომ რომ ტიმოთე მისი სულიერი შვილი, როგორც წინაზეც ჰქონდა საუბარი, ეპისკოპოსია ხელდასხმული მის მიერვე. ანუ მღვდელმთავარია, სამღვდელმთავრო მადლია. და პავლე მოციქული ტიმოთესთან საუბარში ეხება ძლიერ თამასოფლისა. ძლიერ თამასოფლისა და იქ არიგებს დიდრებს და შესაბამისად ძალაუფლების მქონეებს. თუ როგორ უნდა იცხოვრო, რომ მათ ის რომ თქვათ ამ ძლიერნი არიან ამასოფლისა, სიმდიდრითა თუ ძალაუფლებით, მათ არ უნდა დაემართოთ ის, რომ ამ ქვეყნის იქით ვერაფერი დაინახონ. რომ ისინი მარადისობაში უნდა იყურებოდნენ და თავიანთი ნიჭი სიმდიდრისა თუ ძალაუფლების სახით, ანუ ძლიერი ამასოფლისა, რას ნიშნავს? ხო, ჩვეულებრივი ადამიანისაგან განსხვავდება იმით, რომ მას მეტი შესაძლებლობები აქვს. ბოლო-ბოლოს ხელისუფლება შეიძლება იყოს, ხო? მას ევალება, რომ ეს ნიჭიერება, რომელიც ღვთისაგან მოცემულია, მოყვასის მსახურებას მოახმაროს. თანამდებობა აქვს, თანამდებია, მევალია, ვალდებულია, მოვალია ღვთისა და ერის წინაშე. და ასევე მიმართავს ტიმოთეს ახლა როგორც უკვე მღვდელმთავარს. რომ მას აქვს ის ძალაუფლებაცა და ის ცოდნაც, რომელიც მას მინდობილი აქვს პავლეს ხელით ამ შემთხვევაში, მაგრამ ღვთისაგან. ღმერთი მოვიდა ადამიანად და ჩვენ მოგვანდო მისი ცხოვარის წყემსვა. აი როგორც პეტრეს ეუბნება, გიყვარ ვარ პეტრე, ჰე უფალო მიყვარ შენ, მაშინ დამწყსე ცხოვარნი ჩემნი. აი ეს მოგვანდო ჩვენ იერარქიას,
განსაკუთრებულად რა თქმა უნდა უმაღლეს იერარქიას, მაგრამ რა თქმა უნდა მღვდლებსაც და საერთოდ ქრისტიანებს როგორც სამღვდელო დას ეს მოგვანდო ჩვენ ღმერთმა. ანუ იმ საქმის გაგრძელება, რომელიც მან დაიწყო, როცა ის განკაცნა. და იგი ყოველ ადამიანს უწოდებს თავის ცხოვარს პოტენციურად, ან უკვე რეალურად შემდგარს და სასულიერო დას ევალება მათზე ზრუნვა. მათზე ზრუნვა არის ჩვენ მიერ ღვთისადმი სიყვარულის გამოხატულება და გამოვლენა. მათზე ზრუნვა არის ქრისტესადმი ერთგულება. ეს არის ქრისტესადმი სიყვარული სასულიერო პირისათვის. სასულიერო პირმა შეიძლება თქვა, ან სასულიერო პირზე შეიძლება ვთქვათ, რომ მას უყვარს ქრისტე, თუ ის ზრუნავს სამწყსოზე. ის ერთგულია ღვთისა. ასევე როგორც ძლიერნი ამასოფლისანი ერთგულნი არიან ღვთისა. თუ ისინი მიწიერს კი არ ჩასჩერებიან და მხოლოდ მიწიერს კი არ აგროვებენ, არამედ ამ დაგროვილ მიწიერს მოყვასის სიყვარულს ახმარებენ. ნახეთ რა სურაცხებულობ თლიანობაში. წარმოიდგინეთ სახელმწიფო, სადაც ძლიერნი ამასოფლისანი და ასევე სასულიერო დასი განწყობილი არიან იმისათვის, რომ ქრისტეს და მოყვას უერთგულონ. თავიანთი შესაძლებლობები და იმ ვალდებულებებით, რომლებიც მათ ღვთის წინაშე გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყანა, ასეთი ხალხი აყვავდება, გაძლიერდება და გამტკიცდება. იმიტომ რომ ასეთ ქვეყანაში არის ერთგულება ღვთისადმი, სიყვარული ქრისტესადმი. და ასეთი ადამიანები ხდებიან გონიერნი, ვითარცა აი ეს უსამართლო საჯული, უსამართლო მნე იყო. ასეთივე გონიერნი, ოღონ არა ამ საწუთროსათვის, არამედ ზეციური სასუფევლისათვის, ზეცის მოქალაქეობისათვის. რატო ნახეთ ეს ყველაფერი გასაგებია. თქვათ ეს ყველაფერი გავიგეთ, წავიკითხეთ, გავიაზრეთ და გავაგრძელებთ ცხოვრებას. და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ მაინც გვიჭირს და აღმოვაჩენთ, რომ მაინც პრობლემა გვაქვს და ის სიტყვები, რომ ამასოფლის ძენი უფრო გონიერები არიან, ვიდრე სასუფევლის ძენი, თითოეულ ჩვენგანზეც შეიძლება ასე ითქვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი რამე ვიცით, ყველაფერი ვიცით. და რაც უფრო მეტი აქვს ვალდებულება, თუ თქვათ ძლიერი არის ამასოფლისა, მდიდარია ან ხელისუფლებაშია, ან მით უმეტეს თუ იერარქიაშია, ან უმაღლეს იერარქიაშია. მით მეტი პასუხისგებლობის წინაშე დგებით. იმიტომ რომ მით გაკეთებაც მეტი შეგვიძლია, მაგრამ დაშავებაც მეტი შეგვიძლია. ჩვენ რომ დავაშავებთ, ისე უბრალო ერის ადამიანი ვერ დააშავებს, მაგრამ ჩვენ რომ გავაკეთებთ, ისე უბრალო ერის ადამიანი ვერ გააკეთებს. ერთიც არის და მეორეც არის ჩვენ შემთხვევაში. ამიტომ პასუხისგებლობა ჩვენი ძალზე დიდი. და ზოგადად ქრისტიანსაც იგივე შეიძლება ითქვას, რომელიც ასევე სამეფო და სამღვდელო დასია, მას ევალება იყოს ნათელი ამასოფლის. მიზეზი, როცა ჩვენზე ეს სიტყვები ყოველთვის ჩვენზეც რომ იქნება ეს სიტყვები ნათქვამი და ჩვენ კვლავ მფლის ამ სიტყვების სიმძიმის ქვეშ რომ მოვექცევით, რომ ჩვენ არა ვართ ისეთი გონიერები, როგორც გვეკუთვნის და ჩვენზე უფრო გონიერები ამ ქვეყნიური ამასოფლის ძენი არიან, რა თქმა უნდა ამის მიზეზი ჩვენი არასწორი სულიერი ცხოვრება. ის რომ ჩვენ მუდამ ვივიწყებთ ჩვენს მიზანს და მისიას და ჩვენ სულ ვნერვიულობთ იმაზე და სულ პრობლემა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს გარეთ ხანდახან ჯოჯოხეთს ვხედავთ. არ მოგწონს ეს ქვეყანა, გავვივართ ამ ქვეყნიდან, განვიკითხავთ ჩვენ სამშობლოს. ან როგორ უნდა გავაგრძელო, როცა ეს თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად იცის, თუ როგორ ცუდად ვხედავთ ჩვენს გარემო სამყაროს და კიდევ ვიმეორებ, ზოგი იმდენად მძიმე და ცუდად, რომ საერთოდ სიძულვილამდე მიდის თავის სამშობლოსი და გარბის. ეს განცდა აქვს, რომ თითქოს აი აქ რაღაც ჯოჯოხეთია. გვავიწყდება რა, რომ სინამდვილეში ჯოჯოხეთი არსად არ არის, გარდა საკუთარი თავისა. სინამდვილეში თუ რამე გარეთ ცუდი ხდება, ეს ჩვენი შიგნიდან გამომდინარეა, შიგნიდან გადამოღვრილია. ჩვენ რომ ეს დაგვენახა, ჩვენ რომ ეს შეგვეცნო, ჩვენ რომ ეს გაგვეგო, ჩვენ ამდენი სიბძნე გქონოდა, ამდენი ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ თავისუფლები ვართ, ამ მდგომარეობამდე ჩვენ არ მივიდოდით, რა მდგომარეობაშიც ახლა ვიმყოფებით.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამ მდგომარეობაში ვიმყოფები და ამის მეტად განმარტებაც კი საჭირო აღარ არის, მაგრამ მიზეზი ამის თითოეული ჩვენგანის ჯოჯოხეთია, რომელიც შიგულშია საძიებელი. ამიტომ აქედან გამომდინარე, პირველ რიგში რაც თითოეული ჩვენგანის საკეთებელია, რომ აი ვიყოთ გონიერები, როგორც ის ამასოფლის ძენი არიან, პირველ რიგში ჩვენ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ, საკუთარი ჯოჯოხეთიც დავინახოთ, საკუთარი საკეთებელიც დავინახოთ, ჩვენი წილი, რაც გვეკუთვნის ეკლესიის აღშენებლობაში, ჩვენი თავი, როგორც ცოცხალი სამშენებლო მასალა, ისე მივიტანოთ ქრისტეს სხეულის აღშენებლობაში, ჩვენ წილად გაუხსნათ უფალს და საღვთო მადლს, გული, ჩვენი წილის საქართველო გადავარჩინოთ ჩვენ შიგნით და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი პასუხისგებლობა სრულად ვიტვირთოთ. და არ დაგვავიწყესო ჩვენ ზეცის მოქალაქენი ვართ და არა ამასოფლის ძენი იყვნენ გონიერების მაგალითის მომცემი ჩვენთვის, არამედ ჩვენ ვიყოთ მათთვის გონიერების მაგალითის მიმცემი. და დავანახოთ, რომ დიახაც სასופევლის მოქალაქეობა თუ ჩვენში გაცოცხლებულია, ეს შედეგად იმასაც გამოიწვევს, რომ ამ სოფელშიც ჩვენ მეტნაკლებად გავაუმჯობესებთ მდგომარეობას, ვითარცა მარილნი ამასოფლისანი და ამ სოფელსაც გადავარჩენთ და ჩვენ სამშობლოსაც გადავარჩენთ. ეს არის ჩვენი გზა და საკეთებელი. ეს უდიდესი პასუხისგებლობის წინაშე გვაყენებს, რასაც ჩვენ ყოველივეს ამას დავინახავთ. და ეს პასუხისგებლობა ძალიან დიდია თითოეულ ჩვენგანზე, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტესნი ვართ. ჩვენი სამშობლოც ქრისტესია და შესაბამისად ვინ თუ არა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის აქ ქართველი კაცის საკეთებელი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეგვეწიოს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.